80% კანის დაბერების ხდება მზის გამო. მაშინაც კი თუ გარეთ მზე არ არის, დაღრუბლიანია და მაშინაც კი თუ სახლში ზიხარ და გარედან მზე შემოდის, ულტრაისფერი სხივები დროთა განმავლობაში აზიანებენ კანის უჯრედებს, დნმ-ს და კანი ბერდება. მეორე მთავარი მოთამაშე არის ასაკი. ასაკთან ერთად ცხიმი, რომელიც არის კანქვეშ თხელდება და კანი უფრო არასწორი ჩანს და ჩავარდნილი. მყესები და იოგები სუსტდება და ამიტომ კანი ეკიდება. კოლაგენი, ელასტინი, ჰიალურონის მჟავა ეგენი არის კანის სტრუქტურისთვის და ელასტიურობისთვის და მათი სინთეზი მცირდება და კანს სტრუქტურა ეკარგება და დიდი ხნის განმავლობაში რომ ამ მიმიკურ კუნთებს ამოძრავებს ადამიანი დინამიური კუნთები, რომელიც ჩვენ სახეზე მიმიკას გვაძლევს, რო იცინი ხარ ბრაზო წარბებს აწევ, ან ასე თვალებს გააკეთებ, მოჭუტავ, კუნთები მუდმივად მოძრაობს, ეს მუდმივი მოძრაობა არ არის იშვიათი, წლის განმავლობაში 10,000-ობით არის ზოგჯერ და აი ეს დინამიური ნაოჭები, რომელიც გვიჩნდება მარტო მაშინ თავიდან, როცა რაღაც მოქმედებას ვაკეთებ, მერე ხდება მუდმივი. პირველად დაახლოებით 35 წლიდან, ზოგი შემთხვევაში უფრო ადრე, ზოგი შემთხვევაში უფრო გვიან, გამოჩნდება ხოლმე შუბლის ნაოჭები, მერე თვალების გარშემო, რომელსაც ყვავის ფეხებს ეძახიან, იმიტომ რომ ესეთი რაღაცნაირი ის აქვს. თვალების გარშემოა ეს ნაოჭები, ალბათ შეგიმჩნევიათ ბევრს. აქ კანი თხელია და იმიტომ და შუბლის შემთხვევაში ადამიანი ეს წარბეს ხშირად წესდებით და ამიტომ ეს ნაოჭები უჩნდება ხშირად. უკვე 35 წლის ასაკისთვის ადამიანს კოლაგენის 25% დაკარგული აქვს. ანუ ის მთავარი ცილა კოლაგენი, რომელიც კანს აძლევს სტრუქტურას, არის დაკარგული 25%. წელიწადში დაახლოებით 1% კარგავს ადამიანი კოლაგენს, ძალიან ახალგაზრდობიდან მოყოლებული, აი 20-25 წლიდან მოყოლებული ადამიანი კოლაგენს კარგავს მნიშვნელოვნად და 35 წლისთვის უკვე ეს დანაკარგი თვალში საცემია ისე, რომ ადამიანს დაბერება ემჩნევა. 45 წლისთვის უკვე კანის ჩამოკიდება იწყება ხოლმე ამ იოგების და მყესების დასუსტების გამო და გრავიტაცია ქვევით მოეკაჩება, ცხიმიც მცირდება, რომელიც მოცულობას აძლევს კანს და კანი მოცულობას კარგავს. როლს თამაშობს ჰიალურონის მჟავის ნაკლებობაც, რომელიც ჰიდრატაციას, ანუ წყლის შეკავებას იწვევს და მოცულობას აძლევს კანს. ეგეც მცირდება და ამის გამო ჩნდება მოკლედ კანის შედარებით უფრო ჩამოკიდებული და მოდუნებული ხდება. მლოყები უფრო გაბრტყელებული ჩანს ასაკთან ერთად, თვალების ქვეშ ჩნდება ჩრდილები და ზოგჯერ ჩამოკიდებული თვალის ქვეშ ცხიმი რაც არის, ჩამოდის ქვევით გრავიტაციით და ცუდად ჩანს ბალიშები თვალის ქვეშ. ასევე ყბა ნაკლებ გამოკვეთილი ხდება დროთა განმავლობაში და აქ ტუჩების გარშემო კიდე კანის ჩამოკიდება ხდება ხოლმე გრავიტაციის გამო და ცხიმის დაკარგვის, მოცულობის დაკარგვის გამო და აი ამ იოგების და მყესების შესუსტების და შერბილების გამო და ასევე ნაზოლაბიალურ ნაოჭს ეძახიან აი ამერს. აქაც არის, ანუ ლოყა და ტუჩთან ეს ნაოჭები გამოიკვეთება ხოლმე და გრავიტაცია აწვება ქვევით კიდე კანი ელასტიურობას კარგავს და ეს ნაოჭი მნიშვნელოვნად გამოიკვეთება ხოლმე 40 წლიდან, ზოგ შემთხვევაში 45 წლიდან. და რაც მთავარია, ადამიანი კარგავს სახე, კარგავს მოცულობებს და გამოიყურება უფრო ასაკოვნად. ეს პრობლემა არის უნივერსალური, უზარმაზარი, ადამიანებს ძალიან აწუხებთ და მუდმივად არის ფიქრი, რომ როგორ შევაჩეროთ და ზუსტად ამაზე ვისაუბროთ, როგორ არის შესაძლებელი გამოიყურებოდე 10 წლით ახალგაზრდულად
ის კონკრეტული რეჟიმი, რომელიც გაიდლაინებით არის მოწოდებული და მხარდამჭერილი და არა ის რაღაცა ტრუხა რაღაცები, რაც ამბობენ ხოლმე, რომ ეს გიშველის ან ის გიშველის, როგორც წესი, უმეტესად მარკეტინგია ხოლმე და ნიღბები მილიონნაირი და ასე შემდეგ. რასაც გეტყვით, ეს არის მკაცრად მეცნიერული და გაიდლაინებით მოწოდებული, რომ ეს ნამდვილად მუშაობს და დანარჩენები არის კითხვის ნიშნის ქვეშ. კი, რაღაცამ შეიძლება იმუშაოს, რაღაცამ შეიძლება არ იმუშაოს, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ და აი რასაც ახლა გეტყვით, ეს იქნება ნამდვილად მეცნიერული ცოდნა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა გაღვიძებიდან, არის კანის გაწმენდა. კანის გამწმენდები იყიდება და pH balance უნდა ეწევოს, pH-ი უნდა იქონოს დაბალანსებული, მოკლედ 5-დან 6-მდე დაახლოებით, რომ ადვილად მოაცილოს ხოლმე ცხიმი, ოფლი, მტვერი, უჯრედების ნარჩენები და ეს მიკროტოქსინები, რაც კანზე გროვდება და რომ გაიღვიძებს ადამიანი, მოკლედ კანი უნდა გაიწმინდოს. გაწმენდა რა წყლით უნდა დაისველო, ნეიტრალური წყლით, არა ცივი, არა ცხელი, ნელთბილით. ცხელმა შეიძლება ზედმეტად გახსნას ცხიმები, არ არის სასურველი, ცივიც არ არის სასურველი, საკმარისად ვერ გახსნის და ამიტომ უნდა იყოს ნელთბილი. და გამწმენდით უნდა წაისვათ ცოტა და წრიული მოძრაობით უნდა დაიმასაჟოს სხეული და დაახლოებით 30 წამიდან 60 წამამდე ჭირდება ამ პროცედურას და შემდეგ უნდა ჩამოიბანო და გაიმშრალო. აი ეს არის პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, ანუ გავიწმინდეთ სახე. იმისთვის, რომ სახე მოემზადოს შემდეგისთვის, რომ კარგად კანმა შეიწოვოს ის, რასაც წაისმა. მეორე ნაბიჯი არის, რომ დაიცვა კანი. ანუ პირველი იყო, რომ გავწმინდეთ, მეორე ნაბიჯი არის, რომ დავიცვათ, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში გამოსხივება, ტოქსინები, მტვერი, მიკრონაწილაკები, ყველაფერი კანს დაუწყებს დაზიანებას და ეს დაცვა მთავარი ჩვენი მიზანი. დაცვისთვის აუცილებელია, ყველაზე მეტად მოწოდებულია C ვიტამინი. C ვიტამინის შრატის სერუმი, სერუმს რომ ეძახიან. C ვიტამინი L-ასკორბის მჟავის ფორმით 10 ან 20%-იანი. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი იყოს. ანუ ნორმალური ბრენდის უნდა იყოს, მე ვერსებ ბრენდს ახლა ვერ გავუწევ რეკომენდაციას, მაგრამ უნდა იყოს ნორმალური ბრენდის C ვიტამინი, იმიტომ რომ C ვიტამინი არის არასტაბილური და ადვილად იშლება ჟანგბადზე, ჰაერზე მოქმედებისას, მზეზე მოქმედებისას, ამიტომ C ვიტამინი უნდა იყოს დახურული, კარგად დახურულ ბოთლში და კარგად უნდა იყოს მუქ კონტეინერში, რადგან მზემ არ დააზიანოს. C ვიტამინი 3-5 წვეთი მთელი სახისთვის და კისრისთვის საკმარისია. ანუ სახეზე და კისერზე მთლიანად რომ წაისვა 3-5 წვეთი. C ვიტამინი სასურველია რომ იყოს კომბინირებული ვიტამინ S-თან და ფერულის მჟავასთან 0.5%-იან ვიტამინ E 1%-იან კომბინაციაში იყიდება ხოლმე. ეგ წარმოადგენს ოქროს სტანდარტს. ანუ ყველაზე ეფექტურ ფორმას წარმოადგენს ეგ იმისთვის, რომ დაიცვა დღის განმავლობაში კანი და რომ წაისვა უნდა გაიჩერო დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში და მერე უნდა წაისვა მზისგან დამცავი. მზისგან დამცავს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. მზისგან დამცავი საჭიროა ყოველ დღე. მზისგან დამცავი საჭიროა მაშინაც კი, როცა მუშაობ ფანჯარასთან ახლოს და გარეთ არ მუშაობ. მზისგან დამცავი საჭიროა მაშინაც კი, როცა ღრუბელია გარეთ. მზისგან დამცავი საჭიროა მაშინაც კი, როცა თვითმფრინავი გზავნით, იმიტომ რომ თვითმფრინავში განსაკუთრებით მომატებულია რადიაცია. შესაბამისად, მზისგან დამცავის წასვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. SPF 50 არის ყველაზე მეტად რეკომენდირებული მზისგან დამცავი. მზისგან დამცავის შორის რომელია ყველაზე უსაფრთხო? სულ ეკითხვა ხოლმე. ყველაზე უსაფრთხო არის თუთიის ოქსიდზე ან ტიტანიუმის დიოქსიდზე დამზადებული. ეგ მიიჩნევა, ძალიან უზარმაზარი კვლევებია ჩატარებული, ძალიან დიდი ხანია გამოიყენება, აკვირდებიან ათწლეულობის განმავლობაში და არის ძალიან ეფექტური და არის ძალიან უსაფრთხო.
მზისგან დამცავის წასმისას გამოიყენება ხოლმე ორი თითის წესი, ან ორი თითზე უნდა გადაისვა ეს მზისგან დამცავი და გეყოფა სახეზე და კისერზე. მკერდის დამატებას სუგინდა მესამე თითიც უნდა დაამატო, მოკლედ ეგ არის ოქროს სტანდარტი. მზისგან დამცავი არ უნდა წაისვა ნაკლები, მნიშვნელოვანია ძალიან, იმიტომ რომ თქვათ ნახევარით ნაკლები რო წაისვა მზისგან დამცამი, 50% ნაკლებ ეფექტს კი არ მიიღებ, მეტად ნაკლებ ეფექტს მიიღებ. ამიტომ მზისგან დამცავი უნდა წაისვა ნორმალური დოზით, ორი თითის წესი ძალიან მნიშვნელოვანია მანდ. თუ ადამიანს აქვს მელაზმები, პიგმენტაცია, როზაცია, ანუ მარტივად რო ვთქვათ, მოკლედ თუ შენ კანზე გაქვს რაღაც ყავისფერი ლაქები, მაშინ მზისგან დამცავი უნდა იყოს ასევე მაშინ მზისგან დამცავი უნდა შეიცავდეს დამატებით თუთის ოქსიდის ან ტიტანიუმის დიოქსიდისგან დამატებით რკინის ოქსიდსაც, რადგან ხილული სინათლისგანაც დაიცვას კანი, რადგან ეგ ხილული სინათლე არის ხოლმე რაც მელაზმების და ლაქების და ასე განვითარებას აძლიერებს. მზისგან დამცავს სჭირდება რამდენიმე საათში ერთხელ დამატება და წასმა. ვინც ვერ ახერხებს, მაგრამ სასურველია. და ასეთი შედეგით, აი ამ დილის რუტინით დაახლოებით 12 კვირაში უკვე იგრძნობ, რომ შენი ნაოჭები შემცირდება. 12 კვირაში უფრო დაახლოებით 30% ახალგაზრდული კანი გექნება. და აი ამ რეჟიმით დაახლოებით 5 წლით ახალგაზრდად გამოიყურები ასაკთან ერთად წლები თუ გააკეთებ ყოველ დღე აი ამას. ხო მარტივია, სულ რამდენიმე წუთიანი რეჟიმია. ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მერე მოდის საღამოს რეჟიმი, საღამოს რუტინა. რო ეძახიან ხო დილის რუტინა და საღამოს რუტინა, ხო? რაღაც ჟღერს არ მომწონს, მაგრამ რაც მუშაობს, ის უნდა გამოიყენოს ადამიანს. ეხლა საღამოთი რა არის მთავარი? გაწმენდა, ასევე ისე მნიშვნელოვანია, რომ მოიშორო მაკიაჟი, მზისგან დამცავი და ასე. ხო, მაკიაჟს ვინც იყენებს, მაკიაჟს იყენებენ ხოლმე მას შემდეგ რაც მზისგან დამცავს წაისვა მზევიდან რა. ხო, საღამოთი გაწმენდა არის მნიშვნელოვანი. გაწმენდის აზრი ის არის, რომ ის მაკიაჟი, ოფლი, მტვერი, მიკრონაწილაკები მოაცილა მოკლედ კანს გაწმენდა ისევ კანი. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. და ამის მერე ჩვენ ღამე კი არ ვართ ორიენტირებული, რომ დავიცვათ კანი დაზიანებისგან, არამედ აღვადგინოთ, რადგან ღამე მიმდინარეობს კანის აღდგენის პროცესი აქტიურად, კოლაგენის რეგენერაცია მიმდინარეობს აქტიურად, კერატინოციტების turnover, ასე ქვია, ანუ ცვლა, ქართულად რომ რას ნიშნავს, რომ ძველი მოკვდა, ახალი დაიბადა, ციკლია ეს და აი ეს ხდება კანზე უჯრედების განახლება ხდება ღამე განსაკუთრებით აქტიურად. და ჩვენი მიზანი ამ დროს არის, რომ ამას შევუწყოთ ხელი. ამას როგორ უნდა შევუწყოთ ხელი? ანუ გავიწმინდავთ და მეორე რაც გააკეთებ არის რეტინოიდების გამოყენება. რეტინოიდები არის ოქროს სტანდარტი, რომელიც მოწოდებულია გაიდლაინებით. ტრეტინოინი 0.025%-იანი ან 0.05%-იანი კრემებია და ღამე უნდა წაისვა სახეზე, კისერზე. ეს არის დაახლოებით ბარდას ან pea-sized ქვია ინგლისურად, გაროხი არის იგივე ეს ისა, ხო? ქართულად მე მგონი ბარდა ქვია, ხო? იმ ერთსალ მარცვალს. აი, დაახლოებით მაგდენი თითზე უნდა წაისვა და მერე წაისვა სახეზე და კისერზე ეს ტრეტინოინი. ხო, ტრეტინოინი კანს აშრობს, ადამიანს შეიძლება მქონდეს შეგრძნებები, არ მოსწონდეს, კანი გამოუშოროს, გაუღიზიანოს ესე. ამიტომ კვირაში ორჯერ უნდა დაიწყოს 2 ღამე, კვირაში 2 ღამე, მერე კვირაში 3 ღამე, მერე რო შეეჩვევი, მერე ყოველ ღამე. ეგ არის ოქროს სტანდარტი მოწოდებული. თუ არა და შესაძლებელია ყოველ მეორე ღამეს, ან კვირაში 3-ჯერ მაგალითად წასმა. ამ რომ წაისვამს ამას ტრეტინოინს, ამის მერე სასურველია კანის დამატენიანებელი, ვინაიდან კანის დამატენიანებელი ატენიანებს კანს,
კანის დატენიანებას ახალგაზრდობაში დიდი მნიშვნელობა აქვს და დამატენიანებელი როგორ უნდა იყოს შერჩეული. დამატენებელი უნდა შეიცავდეს სამ მთავარ კომპონენტს, სერამიდებს, ceramides ესე ეწერება ინგლისურად, გლიცერინს და ჰიალურონის მჟავას. ამ სამს თუ შეიცავს კომბინაციაში მიიჩნევა რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მოკლედ და ეგ დამატენიანებელიც მცირე უნდა წაისვას და დაიტენიანოს მთლიანად კანი და სახე და კისერი. დამატენიანებელს დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ამ ტრეტინოინის და ზოგადად რეტინოიდების გამომშრობ ეფექტს მნიშვნელოვნად აკომპენსირებს. 50% აკომპენსირებს. ამიტომ დამატენიანებელს მნიშვნელოვანი როლი აქვს. თუ ძალიან გრძნობიარე კანი გაქვს, მაშინ სენდვიჩის პრინციპი. და ჯერ დამატენიანებელს ისმევენ, მერე ტრეტინოინს ისმევენ და მერე ისევ დამატენიანებელს. ანუ მაგას ქვია სენდვიჩის პრინციპი. ძალიან გრძნობიარე კანი ვისაც აქვს. ვინც ვერ იგუებს ამ ტრეტინოინს, მისთვის უფრო მსუბუქი ფორმა და იაფიანი ფორმა არის ადაპელენი. ადაპელენი მიიჩნევა რომ არის 0.1%-იანი გელი და ასევე რეტინოლი 0.5%-იანი 1%-იანი გელი. ორივე არის ამ ვიტამინი A-ს მსგავსი ნივთიერებებია მოკლედ ესენი, ყველა რეტინოიდები და ერთმანეთის მსგავსებიც არის, ანუ ერთნაირი მოქმედება აქვს, სიძლიერეშია მოკლედ განსხვავება. ტრეტინოინი ყველაზე ძლიერია და ძვირიანიც არის როგორც წესი და ადაპელენი არის ძალიან ხშირი, იაფი და ხელმისაწვდომი და ნაკლებად ასევე უსაფრთხო და ასევე ეფექტური და ხანგრძლივად მისი გამოყენება შეიძლება. ამიტომ ადაპელენი არის ხოლმე ყოველდღიურობაში ხშირად რასაც იყენებენ და ტრეტინოინი უფრო პროფესიონალურ კოსმეტოლოგიაში და დერმატოლოგიაში გამოიყენება ხოლმე, ხშირად რეცეპტით იყიდება ხოლმე. ამიტომ ადაპელენი ზუსტად იგივენაირად გამოიყენება, რომ ცოტა წაისვათ ისე, მე მთელ კანზე წაისვა, შემდეგ დამატენიანებელს წაისმევ. სახით გაწმენდა C ვიტამინი, მზისგან დამცავი, რეტინოიდები, კანის დატენიანება, აი ამ კომბინაციით, თუ კი ამას ადამიანი ყოველდღე აკეთებს, დაახლოებით 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურება წლების განმავლობაში. ნაოჭები მცირდება და დაახლოებით 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურება. ანუ არის ეს კომბინაცია, რომელიც რეალურ და მნიშვნელოვან შედეგს იძლევა. ასევე C ვიტამინზე არის ხოლმე, რომ ადამიანს უღიზიანებს კანს. C ვიტამინის შემთხვევაში შესაძლებელია მისი ყოველ მეორე დღე გამოყენება, ან C ვიტამინის დერივატებია კიდე სხვა ფორმები, ისიც მეტნაკლებად ეფექტურია და ზოგი უფრო სტაბილურიც არის, ამიტომ შესაძლებელია თუ დილით C ვიტამინის მიღებაზე აქვს ადამიანს პრობლემა C ვიტამინის დერივატებით ჩაანაცვლოს, ან ყოველ მეორე დღე გამოიყენოს. ეს არის რეჟიმი, რითაც რეალურად გაიახალგაზრდავთ კანს, რაც შეეხება ნიღბებს, მილიონაირ ნიღაბი როგორც წესი აქვს ძალიან ხანმოკლე ეფექტი, უბრალოდ კანს ატენიანებს. მაგის ნაცვლად კანის დამატენიანებელს გამოიყენებს და არ გჭირდება არაფერი. ანუ აღარ ასაჭირის ნიღაბი. ეხლა რაც შეეხება მასაჟებს. მასაჟებს არის კვლევები, რომლითაც აი კორეული მასაჟები მაგალითად მცირედით აქვს ეფექტი, ოღონდ რასაკეთებს ლიმფურ დრენაჟს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს დროებით და ოდნავ რაღაც დონეზე დროებითი ეფექტი აქვს. მაგრამ ანუ ისე რომ რაიმე შედეგს იძლეოდეს, რომელთაც შეიძლება რომ ეს შედეგი იყოს დათვლადი, რომ აი იცი რა მე ამას ვიკეთებ და მე ეს ხო შეიძლება ანუ გამოიყურები კარგად, იმიტომ კი მასაჟს იკეთებ, გამოიყურები კარგად, იმიტომ რომ ეგეთი გენეტიკა გაქვს შენ. და მასაჟით უნდა შეადარო მასაჟის გარეშე რა იქნებოდი იმას. და მასაჟის გარეშე შეიძლება იგივე ყოფილიყო. ამიტომ ანუ აი ისინი სუბიექტური შეგრძნებები უნდა გავყოთ ობიექტურისგან. ობიექტურად გაზომვადი მნიშვნელოვანი ეფექტები მასაჟს არ აქვს მოკლედ. მნიშვნელოვანი ეფექტი ძალიან დროებითი და მოკლევადიანი. რაც შეეხება კანის დატენიანებას, კოლაგენის სინთეზის გაუმჯობესებას, კერატინოციტების ცვლის გაუმჯობესებას, ამებს აკეთებს ერთი C ვიტამინი და მეორე რეტინოიდები აკეთებს. რეტინოიდები, ტრეტინოინი, ადაპელენი, რეტინოლი, ესენი.
ხო, თუ კი ღრმა ნაოჭებისთვის, მაშინ ლაზერი და მიკრონიდლინგს ეძახიან რადიოსიხშირული არის, რომ ანუ რეალურად კანს აზიანებენ გეგმიურად, მცირე-მცირედით, ისე რომ კოლაგენის სტიმულაცია მოახდინონ. ეს შველის, აი ღრმა ნაოჭებს და ესეთებს შველის. ბიორევიტალიზაციას რო ამბობენ ხოლმე, ეგ არის ნემსებით იმის ჰიალურონის მჟავის შეყვანა, რომელიც ატენიანებს მოკლედ კანს და უფრო ელასტიურს ხდის და ახალგაზრდავებს. ფილერებიც არის ჰიალურონის მჟავის შეყვანა, ფილერები და სახის მოცულობას ნატურჩების შეყავს თქონდა მოცულობას აძლევს ეს ჰიალურონის მჟავა. ნაოჭები არის დინამიური ბოტოქსი არის დინამიური ნაოჭებისთვის შუბლის აი შუბლთან რომ ესე ნაოჭები ასე წარბებს შორის და ფალების გარშემო ნაოჭებისთვის. ეგენ კისრის ნაოჭებისთვის მაგებისთვის არის ბოტოქსი. აი ეს არის სულ მოკლედ ესთეტიურ მედიცინაში რაც უნდა იცოდეს ადამიანმა იმისთვის რომ თავს მოუაროს კარგად. და კიდე კოლაგენის დალევა არის ეფექტი დაახლოებით აქ 10%-იანი ეფექტურობა მოკლედ კოლაგენის სინთეზის გაუმჯობესებაში. თუ კი 2.5-დან 10 გრამამდე კოლაგენს სვავს ადამიანი ჰიდროლიზურ ფორმას. ანუ თუ მაინც უნდა რომ დალიოს ადამიანმა რამე თავისი ტანის გახალგაზრდისთვის კოლაგენს აქვს ყველაზე მეტი კვლევები ამ საკითხში. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და თვლით რომ საინტერესოა, მაშინ დალაიქეთ, გამოწერეთ არხი, გააშიარეთ ან დააკომენტარეთ. ვისაც გინდათ რომ არხის განვითარებას ხელი შეუწყოთ, შეგიძლიათ ანგარიშის ნომრები მითითებული აღწერაში ან ასევე პატრონზე გამომწეროთ და იყოთ დონატორები, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ მაგით, რომელიც ასევე აღწერაში მაქვს. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.